გეგმა, რომელსაც ათენი ევროკავშირს თავაზობს, თითქმის ისეთივეა, რაზეც რეფერენდუმში მონაწილეთა 60%-ზე მეტმა უარით უპასუხა. დახმარების სანაცვლოდ ქვეყნის მთავრობა მზადაა შეამციროს პენსიები, გაზარდოს გადასახადები და ბიუჯეტს 12 მილიარდი евро ჩამოაჭრას. საბერძნეთის პარლამენტმა ალექსის ციპრასის მთავრობის მიერ შეთავაზებული ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა და პრემიერ-მინისტრის, ვიცე-პრემიერისა და ფინანსთა მინისტრის სახით უმაღლესი ხელისუფლების სამეულს უფლებამოსილება მიენიჭა ევროპის დედაქალაქში ეგრეთ წოდებული ტროიკის წინააღმდეგ საბერძნეთის ინტერესები დაიცვას. სირთულეების მიუხედავად ბერძენმა ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა, მამაცური და ისტორიული არჩევანი, რომელმაც მრავალი განაცვიფრა. მათ უარი განუცხადეს ულტიმატუმს. ხალხმა იმისთვის არ მოგვანიჭა მანდატი, რომ ევროკავშირს გამოვეყოთ. მანდატი მოგვანიჭეს ეკონომიკურად უკეთესი შეთანხმების მისაღებად. ანტიკრიზისული გეგმა კი, რომელმაც ქვეყანა დეფოლტისგან უნდა იხსნას, სწორედ იმ 5 პუნქტს შეიცავს, რომელსაც მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა 5 ივლისის რეფერენდუმზე კატეგორიული უარი განუცხადა. ახალი სამოქმედო გეგმა საპენსიო რეფორმებს, გაზრდილ გადასახადებსა და ბიუჯეტის 12 მილიარდი ევროთი შემცირებას ითვალისწინებს. ევროკავშირის პარტნიორების მხრიდან პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ყველაფერი კარგად წარიმართება. პოლიტიკური ნების გარეშე კი არაფერი შეიცვლება. ისევ იგივე განმეორდება, რაც გასული 2 წლის შემთხვევაში მკაცრი ეკონომიკური რეფორმები მუდმივ რეცესიაში გადაიზარდა. ხალხი ასეთ შედეგს ელოდა მიუხედავად იმისა, მათ დიახ დააფიქსირეს რეფერენდუმზე თუ არა, დროა ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეთ. ნამდვილად რთულია, თუმცა ევროზონიდან გარიცხვა ბევრად მძიმე იქნება. ამაზე ფიქრიც არ მინდა და ვფიქრობ არც არავის სურს. არ აქვს მნიშვნელობა თუ რას დაუჭირეთ მხარე, მთავარია ახლა სწორ გზას ვადგავართ. საბერძნეთის კრიზისში ევროკავშირს ადანაშაულებს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და აცხადებს, რომ შექმნილ ეკონომიკურ ვითარებაზე და დარღვევებზე რეაგირება ევროკავშირს ბევრად უფრო ადრე უნდა მოეხდინა და სანაცვლოდ ახალი კრედიტები და სუბსიდიები აღარ უნდა გამოეყო. პუტინი მიიჩნევს, რომ ერთიანი სავალუტო სისტემა სხვადასხვა ეკონომიკური განვითარების მქონე ქვეყნისთვის გამართლებული არ არის და ქვეყანას არ აძლევს საშუალებას არსებული ფინანსური მდგომარეობა სავალუტო მექანიზმების საშუალებით გამოასწოროს. მარტივია ყველაფერი ბერძნებს დააბრალო, მაგრამ სად იყო ევროკომისია თუ რეალურად არსებობდა დარღვევები ბერძნების მხრიდან? რატომ არ შეჰქონდა მას კორექტივები საბერძნეთის წინა ხელისუფლების ეკონომიკურ საქმიანობაში, ან რატომ აძლევდნენ ამხელა ბონუსებს და კრედიტებს? რატომ მიიყვანეს ქვეყანა ამ დონემდე გაუგებარია? ევროკავშირის პოლიტიკური ნება საბერძნეთის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ სამოქმედო გეგმაზეა დამოკიდებული, რომელსაც ხვალ ევროკავშირის სამიტზე განიხილავენ. პროექტის დამტკიცების შემთხვევაში საბერძნეთის ხელისუფლება დახმარების მორიგ ტრანშს მიიღებს და ევროზონიდან გარიცხვას გადაურჩება.